დავიწყებ უახლესი ინფორმაციით იმასთან დაკავშირებით, რომ ინკლუზიური განათლების განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შედეგად უკვე არაერთმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. მართალია, ისინი ჯერჯერობით მზაობას არ ადასტურებენ მედიასთან ურთიერთობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენთან საუბრისას მკაფიოდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათი გათავისუფლება არის აბსოლუტურად პოლიტიკური მოტივებისა და სარჩულის მქონე, რადგან როგორც გაირკვა ყოველი მათგანი მკაფიოდ აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით, ამიტომ ახლა სჭირდებათ მათ გონივრული ვადა იმისთვის, რათა მკაფიო შეფასებები მისცენ იმ ყველაფერს, რაც მათ თავს ხდება, ხოლო რაც შეეხებათ უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ინკლუზიური განათლების არარსებობა და სისტემის მორღვევა ქვეყანაში, გვეუბნებიან, რომ ძალიან კარგად ახსოვთ თუ როგორი იყო მათი ბავშვობა საქართველოში, ბაღისა და სკოლის პერიოდი და იმ მკაფიო ხაზსა და ზღვარზე საუბრობენ, რომლებიც იგრძნობა ამ სააგენტოსა და სამმართველოს არსებობამდე და არსებობის შემდეგ არსებულ პერიოდზე. ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სამმართველოს არსებობა იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც ახლა სჭირდებათ განათლება და აცხადებენ, რომ არა პოლიტიკური დაკვეთა, რომ არა პოლიტიკური სარჩული ამ ამბის, ეს გადაწყვეტილება არც ერთ შემთხვევაში არ იქნებოდა მიღებული, რადგან ეს არის ძალიან დიდი შეცდომა იმ ბავშვების წინაშე, მათ შორის დანაშაული, რომლებსაც ამ სამმართველოს არსებობამ ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა. უნივერსიტეტში ვიგრძენი ის, თუ რა არის იდეაში ინკლუზიური განათლება და რა არ მქონდა. არა ცნობიერება, არა ასე ვთქვათ, საკითხავი მასალა, იმიტომ რომ უსინათლო ადამიანებს გვჭირდება მოდიფიცირებული საკითხავი მასალა, ასე ვთქვათ, არა ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. ანუ ფაქტობრივად არანაირი მხარდაჭერა არ იყო. ერთადერთი რაზეც ვიყავი დამოკიდებული უმაღლეს სასწავლებელში, ეს იყო აკადემიური პერსონალის კეთილი ნება. როდესაც შენ ამას აუქმებ და აერთიანებ რაღაც სხვა საკითხებთან, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ შენთვის ეს საკითხი აღარ წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას. ახლა ჩვენ მოგვიწევს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, სხვა საკითხების ქოლგის ქვეშ გავაერთიანოთ ინკლუზიური განათლების განვითარება. მეც არ მივლია საბავშვო ბაღში, მხოლოდ რაღაც ღონისძიებებზე მასწრებდნენ ხოლმე ისე სამადლოდ, ხან დამპირდებოდნენ, რომ რაღაც სიტყვას მათქვევინებდნენ, მაგრამ ხშირად არც ეგეც არ ყოფილა. მაშინ არც კი იყო საუბარი საერთოდ ინკლუზიურ განათლებაზე. ესე სამადლოდ ალბათ რო ეთხოვათ დამსვამდნენ საკლასო ოთახში, მაგრამ ანუ უბრალოდ დამსვამდნენ და არანაირ განათლებაზე არავინ იქ არ იზრუნებდა. ეხლაც ვიგებთ, რომ 26-29 წლის ქალები ისე მიცხოვრეს, რომ სკოლა არ აქვს დამთავრებული მაღალმთიან რაიონებში მაგალითად. არადა ეს სამმართველო კი არ უნდა გაუქმებულიყო. მისი კომპეტენციები უნდა გაზრდილიყო და უმაღლეს განათლებაზეც უნდა გავრცელებულიყო. მართალია, განათლების სამინისტროში აცხადებენ და ამბობენ იმას, თითქოს ეს არ არის სამმართველოს გაუქმება და რომ თითქოს ორი სამმართველო გაერთიანდა, რაც კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს კომუნიკაციასა და უფრო ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას, თუმცა ეს არგუმენტი არც მყარი და არც დამაჯერებელი არ არის პოლიტიკოსებისათვის, მათ შორის იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც არიან პარალელურად განათლების ექსპერტები და უკვე მრავალი წელია ამ მიმართულებით მუშაობენ. ისინი ამბობენ, რომ ამ ყველაფერს ცალსახად აქვს პოლიტიკური სარჩული და მოტივები, რადგან ეს ადამიანები, რომლებმაც ახლა სამსახურები დაკარგეს, იყვნენ აქტიურები პოლიტიკურად საკუთარ პოზიციებს ხშირად აფიქსირებდნენ, მათ შორის პროევროპული აქციების მონაწილეც იყო რამდენიმე მათგანი. აქედან გამომდინარე ისინი ამბობენ, რომ ყველაზე მკაფიო და ცალსახად დადასტურება ახლა საქართველოში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობის არის, თუნდაც ეს მოცემულობა, რადგან მათი შეფასებით, როდესაც ასეთ ზღვარზე გადადის რომელიმე პოლიტიკური გუნდი და მით უფრო ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს, როდესაც ის ართმევს განვითარების საშუალებას, ინკლუზიური განათლების საშუალებას ბავშვებს, ეს არის ყველაზე დიდი წითელი და მკაფიო ხაზი. ახლა პოლიტიკოსების შეფასებით ეს ძალიან ნეგატიურ შედეგებს მოიტანს, თუმცა აანონსებენ ბრძოლას და ამბობენ, რომ არ გაჩერდებიან. ქართული ოცნება იქცა რეგრესის, უკუსვლისთან გრევის სინონიმად. მთელი ქვეყნისთვის, ასევე განათლების სისტემისთვის, ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრების დიდი ძალისხმევით მიიღწა და შესრულდა, დღეიდან უკვე ზედმეტი აღმოჩნდა. ცხადია მათთვის, როგორც კრიმინალთა ბანდისთვის, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოექცა,
სრულიად ზედმეტია ბავშვთა უფლებებზე ზრუნვა, დემოკრატიული პრინციპები, ჩართულობა, ინკლუზიური განათლება. ჩვენ სპეციალისტები ვსაუბრობდით ამ სისტემის გაუმჯობესების გზებზე და აღმოჩნდა, რომ მათთვის ეს გზები საძებნი კი არ არის, პირდაპირ გასაუქმებელია. დღეს შეირაცხა პროცესი არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ, რომელიც არაფერია თუ არა საკადრო წმენდა, რადგან სწორედ ამ სამმართველოშიც იყვნენ დასაქმებული ადამიანები, რომლებმაც კაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი პროევროპული პოზიცია და ისინი არაერთი თვეა გამოხატავენ საკუთარ თავისუფალ ნებას და დიახ ამას ეწირება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ამ შემთხვევაში განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის. განათლების სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მშობლები ორშაბათს დიდი აქციით უპასუხებენ. ისინი ამბობენ, რომ არავის აპატიებენ საკუთარი შვილებისათვის განვითარების შესაძლებლობის წართმევას, ამიტომ ყველას ელოდებიან ორშაბათს, რაც შეეხება დროსა და ადგილს. ეს დეტალები ამ დროისათვის ზუსტდება. დამატებითი დეტალების შესახებ ცხადია მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას, თუმცა მანამდე დადასტურებით შეიძლება ითქვას ის, რომ მშობლები გაჩერებას არ აპირებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს სამმართველო იყო მათთვის ყველაზე დიდი იმედი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ბავშვებსაც და მშობლებსაც წაართვა.